თუ 2026 წელს შენი მთავარი სურვილი პირადი ცხოვრების დაალაგებაა, შინ დარჩი ჩემთან, არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა და მოусმინე ამ ვიდეოს ბოლომდე. მე მარიამ თულსკიენე ვარ, შენ ჩემს YouTube არხზე ხარ, სადაც ვსაუბრობთ ფიქრების მართვის ხელოვნებაზე, სადაც ვაზიარებ ტექნიკებს და როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ავიხდინოთ ოცნებები და მოვიზიდოთ მატერიალურ სამყაროში ის, რაც გვინდა. ძალიან კარგად მახსოვს წლების მანძილზე, როდესაც ვამბობდი თუ როგორი პარტნიორი მინდოდა რომ ჩემს გვერდით ყოფილიყო, ახლობლები, ნაცნობები, ყველა ვინც კი ჩემს გარშემო ტრიალებდა იმ წლებში, მეუბნებოდნენ რომ ასეთ კაცს საქართველოში განსაკუთრებით ვერ შეხვდებია. იმ როგორი მენტალიტეტის ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩემს საყვარელ ადამიანს ჰქონოდა. წლების მანძილზე დავიჯერე ეს რეალობა და ამიტომაც ჩემი პირადი ცხოვრება ძალიან დიდი ხნის მანძილზე იყო დაულაგებელი, ტოქსიკური ურთიერთობა საკუთარ თავში, ეჭვის შეტანა და მოკლედ ერთი და იგივე გრძელდებოდა წლების მანძილზე და ეს სიტუაცია ნამდვილად არ მანიჭებდა ბედნიერებას. ადამიანებს ხშირად სჯერათ, რომ სიყვარული ეს შემთხვევითობა, უბრალოდ გამართლება. დღეს ბევრი მეუბნება, რომ როგორ გამიმართლა ჩემს ქმარში. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეს ასე არ არის. იმისათვის, რომ ბედნიერები ვიყოთ პირად ცხოვრებაში, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაოთ და ეს საკმაოდ დიდი შრომა არის, რომელიც უნდა გავწიოთ იმისათვის, რომ ვიყოთ სრულფასოვან ურთიერთობაში. ზუსტად ასე დავიწყე წლების წინ მუშაობა ამ თემაზე, როდესაც ერთ-ერთ თეორიას გავეცანი ინტერნეტში, ჯო დისპენზას ხშირად ვახსენებ ხოლმე და ეს იყო ერთ-ერთი მისი თეორია, რომელიც ამბობდა, რომ პირველ რიგში უნდა დაუკავშირდეს საკუთარ თავს, შეიყვარო საკუთარი თავი და ამის შემდგომ იქნები მზად მოიზიდო ის ადამიანი, რომელიც შენს მდგომარეობას, შენს ვიბრაციებს, შენს ენერგეტიკას შეესაბამება და მანამ სანამ ამას არ გააკეთებ, არაფერი არ გეშველებაო. ოდესმე გითქვამს ან გიფიქრია მაინც, რატომ ვიზიდო ერთი და იგივე ისტორიებს ჩემს ცხოვრებაში. შეიძლება პარტნიორები განსხვავებულები იყვნენ, მაგრამ მე მაინც უბედური ვარ და არაფერი არ იცვლებაო. ზუსტად აი ამ მდგომარეობაში ვიყავი და ჯო დისპენზას ეს სიტყვები ნამდვილად არ მესიამოვნა მაშინ, იმიტომ რომ ძალიან მარტივი იყო მსხვერპლის როლში ყოფნა და იმის დაჯერება, რომ ეს ყველაფერი ჩემი ბრალი არ იყო და უბრალოდ ცხოვრება ასე დაალაგდა და ჩემი ბედი არ იყო, რომ ღირსეული პარტნიორი შემხვედროდა ამ ცხოვრების გზაზე. და დღეს შემიძლია გითხრა, რომ ეს 5 გასაღები ნაბიჯი როგორც გინდა, ისე შეგიძლია დაარქვა, ნამდვილად მუშაობს. თუ გაინტერესებს რა არის ეს ნარჩევი, დატესტილი და პრაქტიკაში არაერთხელ განხორციელებული ტექნიკები, მაშინ დარჩი ჩემთან ერთად ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეს, გამოიწერო ჩემი არხი, რომ ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეს. ჩვენ გვინდა იდეალური პარტნიორი ვიპოვოთ ცხოვრებაში, მაშინ ჩვენ თვითონ უნდა გავხდეთ ჩვენი თავის იდეალური ვერსია იმისათვის, რომ ეს ვიბრაციები ერთმანეთს შეხვდნენ და საბოლოოდ მატერიალიზდეს ჩვენი სანუკვარი ოცნება. მოდი მოგიყვები პირველი გასაღების, პირველი ტექნიკის შესახებ, რომელმაც ჩემ შემთხვევაში ძალიან დიდი ძვრები გამოიწვია. სანამ შენი ოცნების მამაკაცი შეხვდება გზაზე, მნიშვნელოვანი არის შენი თავი იპოვო. ოღონდ აქ არ გულისხმობ რაღაც ჰობის, ან პროფესიას, ან კარიერას. ეს უფრო მეტად ღრმა არის, ვიდრე ყველა ის ოფიციალური რეგალია თუ იარლიკი, რომელსაც ვიწებებთ და რომელსაც გვაწებებენ სოციუმში. ეს არის შენი ღირებულებები, შენი ემოციური საჭიროებები და შენი ნამდვილი სურვილები, რომელიც გინდა რომ აგიხდეს ამ ურთიერთობაში. ძალიან ხშირად ადამიანები შეცდომას უშვებენ მაშინ, როდესაც შედიან ურთიერთობაში, როდესაც თვითონაც არ იციან რეალურად რა უნდათ. ვინ უნდათ, როგორი ურთიერთობა უნდათ და მერე უყვირთ ხოლმე, როდესაც ისე არ ხდება ყველაფერი, როგორც წარმოედგინათ. შენ ძალიან კარგად უნდა იცოდე, რას ნიშნავს შენთვის სიყვარული. ეს არის ემოციები, ეს არის გულახდილი საუბრები, ეს არის ადამიანთან ურთიერთობა, რომელსაც ეღრდნობი, ეს არის შენი პარტნიორი, რომელიც იზიარებს შენს ღირებულებებს, შენს ფასეულობებს. ზოგადად როგორი ურთიერთობაა წარმოგიდგენია, სადაც თანაბარი ხარ შენს პარტნიორთან, სადაც ის პირველი და ყველაზე კარგი მეგობარი არის შენი.
ის თუ რა გინდა, ის თუ რაზე არ იტყვი ის მეტჯერ რომ შენი თავი აღარ დააზიანო და საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი სურვილების ცოდნა და ამ ყოველფრის გაჟღერება სხვა ადამიანთან ეს ეგოიზმს არ ნიშნავს. ეს ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას, საკუთარი თავის შეცდომას, გაცნობას და ეს გვეხმარება სწორედ იმაში, რომ ჯანსაღი ურთიერთობები დავიწყოთ მეორე ადამიანთან. როცა შენს თავს დაუახლოვდები, გააცნობიერებ იმას თუ შენთვის რა არის კარგი და რა ცუდი, როგორც კი შენს თავთან თვითკმარი იქნები, მაშინ აღარ დაიწყებ დევნას ისეთი ურთიერთობების და ისეთი პარტნიორების, რომლებიც შენი არ არის. მაშინ აღარ დაგწყდება გული იმაზე თუ არ დაგირეკა, თუ არ მოგწერა, თუ მშობლებს არ გააცნო შენი თავი, ან ზოგადად თუ ეს ურთიერთობა არ გამოვიდა. იმიტომ რომ შენ იმდენად ბედნიერი იქნები საკუთარ თავთან და იმდენად თვითკმარი იქნები, რომ საჭიროება სხვა ადამიანის შენ ცხოვრებაში აღარ იქნება. და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მომენტი, რომ გაიაზრო, რომ შენ საჭიროებიდან კი არ უნდა ეძებო სხვა, საჭიროებიდან გამომდინარე და ამ დანაკლისის სიცარიელის პოზიციიდან კი არ უნდა დაიწყო ურთიერთობაზე ფიქრი. არამედ შენ უნდა მიხვიდე იმ კონდიციამდე, როდესაც იმდენად სავსე, იმდენად თვითკმარი, იმდენად შეყვარებული ხარ შენს თავზე და იმდენად ბედნიერი საკუთარ თავთან, რომ უბრალოდ გინდა გვერდზე პარტნიორი, რომელიც ამ შენ ბედნიერ ცხოვრებას შენთან ერთად გაიზიარებს. მეორე ნაბიჯი თუ გასაღები, ეს არის ავთენტურობა. იყავი ნამდვილი. იყავი ნამდვილად ის ვინც ხარ და კი, არის ეს სარისკო, იმიტომ რომ ეს ნიშნავს პოზიციას, როდესაც ყველანაირი ნიღაბი გვაქვს მოხსნილი, მაგრამ დამიჯერე, ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრა, რომ ზუსტად ის ადამიანი იქნება შენი, ზუსტად იმ ადამიანთან იქნება ბედნიერი, რომელიც შენს ნამდვილ მეს მიიღებს, შენს ნამდვილ სახეს დაინახავს და შეუყვარდება როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, იმიტომ რომ უარყოფითი მხარეების მიღების და შეყვარების გარეშე ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ადამიანი ნამდვილად ყავს მიღებული და ნამდვილად გვიყვარს. ეს უფრო შეყვარების პერიოდს გავს, როდესაც პეპლები დაფრინავენ მუცელში და სრულიად სხვა სიხშირეზე ვარ, თუმცა ნამდვილი სიყვარული ადამიანის მიმართ ნიშნავს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარის მიღებას. და როგორც ვახსენე, კი, რისკი არის აქ, რომ შეიძლება მისთვის არ იყოს ეს ნამდვილი შენი სახე მისაღები, თუმცა დამიჯერე გრძელვადიან პერსპექტივაში ჯობია იმ ადამიანთან იყო, რომლის ნამდვილი სახე შენთვის არის მისაღები და პირიქით, რომ წინამორბედს შემთხვევაში მსგავსი ურთიერთობები დიდხანს არ გრძელდება. დააწესე ჯანსაღი საზღვრები. და ჯანსაღი საზღვრების დაწესებაში ცუდი არაფერი არ არის პირიქით. ეს არის ის პოზიცია, ეს არის ის მომენტი, როდესაც შენ შენს თავს წარმოაჩენ, შენ ამბობ იმას თუ რა გინდა და რაზე არ იქნები თანახმა და ადამიანი, რომელიც ამას არ მიიღებს, უბრალოდ ჩათვალე, რომ ეს შენთვის არ არის, ეს არ არის ის პიროვნება, რომელთანაც ცხოვრების გზა უნდა გააგრძელო და დამშვიდდი, წყნარად, შვიდად გააგრძელი საკუთარ თავზე მუშაობა, იმიტომ რომ როგორც კი დაიწყებ გაცნობიერებულად ამ ნაბიჯების გადადგმას, დროთა განმავლობაში შენ თვითონ დაინახავ პირველ რიგში ცვლილებებს საკუთარ თავში და შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ის ერთადერთიც გამოჩნდება შენს ცხოვრებაში. ჩემი გამოცდილებით მინდა გითხრა, რომ მას შემდეგ დაიწყო ჩემმა ცხოვრებამ ტრანსფორმაცია, რაც საზღვრები, ბარიერები დავაწესე, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ბარიერებს გულისხმობ ყველასთან ურთიერთობაში, ყველა სფეროში ჩემს ცხოვრებაში. მე გასაღები ამ გზაზე არის საკუთარი თავის ძალიან კარგად მოსმენა. მე არ გეუბნები იმას, რომ საერთოდ არ გაითვალისწინო შენი მეგობრების, ახლობლების, მშობლების აზრი და არავის არ მოусმინო. ეს შენი გადაწყვეტილება, ვისაც როგორ მოусმე. მაგრამ მე რასაც გეუბნები არის, რომ გჯეროდე შენი სურვილების და გჯეროდე შენი თავის. როდესაც ვამბობდი, რომ მე მინდა ურთიერთობა, სადაც ჩვენ არ ვიჩხუბებთ და სადაც თუ რაიმე პრობლემა იქნება, დავსხდებით მშვიდად და დავილაპარაკებთ, ძალიან ბევრი მათ შორის ჩემი ახლო მეგობარიც მეუბნება, რომ ასეთი რამ არ არსებობს. არ არსებობს ოჯახი კონფლიქტების გარეშე. მე კი შემიძლია დაგიმტკიცოთ დღეს, რომ არსებობს ოჯახი კონფლიქტების გარეშე. და მნიშვნელოვანი არის, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ არ მიიღო შენთვის, შეიძლება სხვა რაღაც იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და ამ
ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორებზე უნდა იფიქრო, კარგად უნდა დაფიქრდე და მოусმინო მხოლოდ შენს თავს, მოусმინო მხოლოდ შენ გულს და ეს რაღაცნაირად გაგრძელება არის წინა ნაბიჯის, ხო? როდესაც საუბრობდი საზღვრების დაწესებაზე, ხო? არ მისცე არავის უფლება შეიტანო შენ ეჭვი შენს გადაწყვეტილებაში, შენ სურვილებში და მაქსიმალურად დადექი მყარად შენს პოზიციაზე. მეხუთე ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი გამოცდილებით არის შეიყვარე შენი თავი. და ყველა ის პუნქტი, ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე ჩამოვთვალე, დაგეხმარება საკუთარი თავის სიყვარულის სწავლაში. ეს ნაბიჯებია, რომ შეგახსენო შეიცანი შენი თავი, იყავი ავთენტური, დააწესე სწორი ჯანსაღი საზღვრები, მოусმინე მხოლოდ შენს თავს და შენს გულს და როგორც უკვე ვახსენე, შეიყვარე შენი თავი. ხშირად მეკითხებიან ჩემი კლიენტები, რას ნიშნავს საკუთარი თავის სიყვარული და ზოგადად როგორ შევიყვარო ჩემი თავი, იმიტომ რომ ეს არავის არ უსწავლებია ჩემთვისო. მოდი ასეთ სავარჯიშოს ბარემ გეტყვი აი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გაგიმარტივდეს, მოდი წარმოიდგინე, რომ რაღაც ესეთი გააკეთე ცხოვრებაში, რომელსაც შენ აღიქვა როგორც შეცდომად, ხო? და დააკვირდი შენს თავს, გაიხსენე ყველა ის ფიქრი, გაიხსენე ყველა ის სიტყვა, რასაც წარმოთქვამ შენი თავის მიმართ. ხშირად როდესაც ამას ვეკითხები ადამიანებს, პასუხი არის ხოლმე, რომ ნუ ვიწყებ საკუთარი თავის ლანძღვას, რომ ისევ რაღაცა სისულელე გავაკეთე, რა სულელი ვარ და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და შემდეგი კითხვა მოდის, რომ მოდი წარმოიდგინე, რომ იგივე რაღაცა შენმა მეგობარმა გააკეთოს, ამ შემთხვევაში რას ისამ. ჩვენ ხო ყველას გვასწავლეს განსაკუთრებით ალბათ ჩემს თაობას, რომ მეგობარი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაში, მეგობარს უნდა დაეხმარო, მეგობარი უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ. რატომ არ გვასწავლეს ეს, რომ ჩვენს თავსაც ისე უნდა მოვექცეთ, როგორც საუკეთესო მეგობარს? დღეს დაიწყე ფიქრი ამაზე, ხო? რომ ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაცას ისეც გააკეთებ, რასაც ჩათვლი, რომ არ იყო სწორი გადაწყვეტილება, საკუთარი თავის ლანძღვა და გაკიცხვა და ნეგატიური ფიქრები დამოხტვა კი არ დაიწყო, გაიხსენე ეგრევე, რას იზამთრის შენს უსაყვარლეს საუკეთესო მეგობარს, იგივე რომ გაიკეთებინე და ზუსტად იგივე გაუკეთე მერე შენს თავსაც. ეს არის მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები იმისათვის, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ვიპოვოთ, შეგხვდეს პარტნიორი, რომელთანაც ვიქნებით ბედნიერი, იმიტომ რომ თუ ჩვენი თავი არ გვეყვარება, თუ ჩვენ ბედნიერები არ ვიქნებით ჩვენს თავთან, ვერავინ ვერ შეგვიყვარებს და ვერავინ ვერ შეძლებს ჩვენს გაბედნიერებას. ჩვენ უბრალოდ უნდა გავაზიაროთ ჩვენი ბედნიერება სხვა ადამიანთან და იმისათვის, რომ ბედნიერად ვიგრძნოთ თავი მატერიალურ სამყაროში, აუცილებელი არის ყველა ამ ეტაპის კარგად დამუშავება და ბოლოს მისვლა საკუთარი თავის სიყვარულამდე. არ დაგავწყდეს ჩემი არხის გამოწერა, რომ ახალი ვიდეოები არ გამოგრჩეს და ასევე მოიწონო ეს ვიდეო თუ შენთვის რეზონირდა და თუ საინტერესო იყო ის პირადი გამოცდილება, რომელსაც აქ გიზიარებდი. გისურვებ ბედნიერ ახალ წელს, დროებით.